საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა და ორმაგი სტანდარტი ევროკავშირის ელჩისგან. გუშინ დიპლომატმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თითქოს და ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა, ხოლო თვით მმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მონაწილეობის თაობაზე დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ქართული ხალხისთვის რამის თქმა თუ რა გააკეთონ, ჩემი საქმე არ არის. ვწუხوار რომ საქართველოს ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ევროკავშირის ელჩი არათუ კომენტარს არ აკეთებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, არამედ საშინაო საქმეებში უხეშად ერევა და საზოგადოებას რადიკალიზმის მხარდაჭერასაც სთავაზობს. როგორც ჩანს, პაվել ჰერჩინსკის საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა მავნე ჩვევად ექცა, თუმცა ახლა დიპლომატიის გახსენებაც დასჭირდა. ელჩის სიცრუეს და ორმაგ სტანდარტებს მისივე განცხადებები და მოწოდებები ამხელს, რომელსაც არქივი მრავლად ინახავს. შანტაჟი ევროინტეგრაციით, გამჭვირვალობის კანონის უსაფუძვლო კრიტიკა და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნა. ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რასაც ჰერჩინსკი საქართველოში რადიკალური პროცესების მხარდასაჭერად ახმოვანებდა. ქართული ხალხისთვის ამა თუ იმ პარტიაზე რა მისთქმა და თუ რა გააკეთონ, ჩემი საქმე არ არის. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. გთხოვთ მიდით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენ სურვილებსა და მისწრაფებებს. თქვენი შვილები, ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს. ხელისუფლება ხალხს ამისგან აშორებს. საქართველოს ხელისუფლების წევრები ევროკავშირის ღირებულებებისგან შორს არიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კვლავ დაუბრუნდებით ევროკავშირში შესასვლელ გზას. ჩემი საქმე არ არის. ამიტომ გვაქვს იმედი, რომ ეს კანონი ამ ფორმით არ იქნება მიღებული. საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ კანონი არ იქნას მიღებული. გაიწვიეთ ეს კანონი. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. წერმა ქვეყნებმა ეს დემარში ბრიუსელში ევროკავშირის 27-ვე წევრის მონაწილეობით შეათანხმეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის და პატიმრის უფლებები უზრუნველყოს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მისი როგორც პატიმრისა და სასამართლოში მოპასუხის ყველა უფლება დაიცვას. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. დღეს მზია ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ხოლო ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ. არის არაპროპორციული გამოყენება სასამართლო სისტემისადმი, ნდობის შერყევა და მზია ამაღლობლის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. ჩემი საქმე არ არის. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს არ დაეხმარება, იყოს სტაბილური. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. აშკარაა, რომ მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური და ამღაროს კომუნიკაცია ოპოზიციასთან, მოусმინოს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემი საქმე არ არის. თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამძლეობით და ბრძოლით, ხედავთ მათ ყოველ ღამე რუსთაველის ქუჩაზე, როგორ ითხოვენ უკეთეს მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის. ვდგევართ ქართველი ხალხის გვერდით. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი დიპლომატიური სტანდარტების დარღვევით საზოგადოებას ატყუებს. უმრავლესობა პაվել ჰერჩინსკის არაერთ განცხადებას იხსენებს, სადაც დიპლომატის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები ღიად იკვეთება. პირველი განცხადება არ არის, რაც ჰერჩინსკისგან გვესმის. 2022 წელს სწორედ ჰერჩინსკი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე ის კანონები, რომელიც გძალავს პროპაგანდას, LGBT პროპაგანდას, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას, არის ის, რაც თურმე ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება და კატეგორიულად მოითხოვა ამ კანონების გაწვევა. ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, მაგალითად კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჰერჩინსკის განცხადებები, როდესაც ის კონკრეტულ ბრალდებულ პირებს, იქნება მზია ამაღლობელი თუ სხვა, ამ მოცემულობაში ის აცხადებდა მის სურვილებს და არა იმ რეალობას, რაც საქართველოში არის და საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ ძალიან კარგად
კარგად გახსოვს დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ჰერჩინსკის და სხვა ევრობიუროკრატების პოზიცია. 6 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ განცხადებებით იყო ეს ადამიანი წარმოადგენელი, რომელიც ხელს უწყობდა კოლექტიური ნაცმოძრაობის მისი მოლოდინი წარმატებას საარჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში. პირდაპირ მოწოდებები იყო. ერთის მხრივ მიგვანიშნებს, რომ კრიზისი გვაქვს და ამაში ვიტყვი, რომ გარკვეულად დიდი როლი სწორედ ამ გარეჩარევას ეკუთვნის და მეორე მხრივ ამბობს, რომ ჩვენ აქ არაფერ შუაში არ ვართ. სამწუხაროდ არიან შუაში. ჰერჩინსკის დიპლომატიას უწონებენ რადიკალურ ოპოზიციაში. რადიკალები ერთის მხრივ ამბობენ, რომ ევროპელი დიპლომატი შიდა საქმეებში არ ერევა. მეორეს მხრივ კი ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის ელჩის ფუნქცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური საკითხების შეფასება. ბატონ ჰერჩინსკის ესმის ის ფონი პოლიტიკური რაც არის ქვეყანაში შექმნილი, ამიტომაც ახლა მის მხრიდან მოწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ნამდვილად არ იქნებოდა დიპლომატიურად გამართლებული. შიდა საქმეებში რადერვა განცხადებებს აკეთებს ევროკავშირის აქვს თავისი პოლიტიკა, ვალდებულებაც ჰქონდა რომ განცხადებები გააკეთებინა საქართველოს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. თუ როგორ წავიდნენ რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებდეს, სადაც რითი უნდა იყოს ეს ადამიანი დაკავებული. ქართული ოცნებად ყუის, როდესაც ჩარევაზე საუბრობს დასავლეთის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში, ავალდებულებს ოცნებას, რომ დემოკრატიული რეფორმები ჩაატაროს, ისევე როგორც არსებობდეს ადამიანის უფლებების პატივისცემა. და როდესაც ამაზე მოდის რეაგირება, ეს არის ცრუდ წარმოდგენილი ჩარევა. ევროკავშირის ელჩის გარდა დიპლომატიური სტანდარტებისგან დაცლილი განცხადებებით გამოირჩევიან საქართველოში მყოფი სხვა უცხოელი დიპლომატებიც, რომლებიც დიდი ხანია ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოს და მისი მოსახლეობის შანტაჟის იარაღად ამაოდ იყენებენ.